აქცენტი არის იმაზე, რომ არანაირად არ ელოდა მსგავს თემდებას მათ შორის მანამდე იყო საუბარი, რაც ეხებოდა აღნიშნულ აქციაზე სულ რამოდენიმე წუთით ადრე დაკავებული პიროვნებებს, როგორც მან განუმარტა თავგადასავლის ისთვის ხოთა პიროვნებების დაკავებას და როგორც მან განმარტა შემდგომ ქმედებას დამილად არ ელოდა. შეგახსენებთ იმას აღნიშნებოდა სიკეთე, როგორც მან განმარტა და განაცხადა პირის ცნობა და ამერიკოს ვერ მოლოდები კომუნისტები და არც გადახორციელებია არანაირი ქმედება იმ მომენტში, რომ ეს შესაძლოა თავიდან აეცილებინა ამასო მტკიცებდა, რომ იქ იდგა უშუალოდ ამ ინციდენტის დროს, თავად ნახა და აღწერდა ვითომ ყველა დეტალს, როგორ მოხდა ბატონი ბრებუაძის თურმე გამოსვლა, როგორ ელოდებოდა მას, მზია ითხოვდა მასთან შეხვედრას და მთელი დიალოგის დეტალები მოყვა მან. ბოლოში აღმოჩნდა, რომ იქ საერთოდაც არ იდგა, იმიტომ რომ მას ჩვენ წარმოვიდგინეთ სხვა ვიდეო კადრი, სადაც ზუსტად იმ დროს, რა დროსაც უნდა ყოფილიყო ინციდენტის ადგილზე, იდგა სხვაგან და აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, დებატები სხვა მომიტინგეებთან და გარკვეული მანძილით არის დაშორებული მთავარ ადგილს, სადაც ხდება ეს საუბარი მზიას და ბატონ ბრებუაძეს შორის. ამიტომ მთლიანად გაშიშულდა ეს მოწმე, გარდა იმისა, რომ მანამდე ყველა მისი ჩვენების ყველა ეპიზოდი თავშივე ცხადი იყო, რომ იყო სიცრუე და არათან მიმდევრული, ალოგიკური და დაუჯერებელი. ბოლოში ჩვენ მას ვაჩვენეთ, რაზეც მას პასუხი არ ჰქონდა და ამაზე პასუხი არ არსებობს. ამ დროს ის დგას სხვაგან და საუბრობს სხვა რაღაცეებზე და სხვებთან. ამიტომ ბუნებრივია ვერ იძრებოდა იქ, რაზეც მანამდე დიდი ხანი გვიყვებოდა.